მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა, კვლავ პირდაპირ ეთერშია. ტრადიციულად ხუჩავათობით გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, მე კი მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. სწორედ ერთი კვირის წინ, ზუსტად ხუთშაბათს, საქართველოს 9 მაისი აღნიშნა, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე. თუმცა, როგორც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ისე წელსაც ამ დღემ დაძაბულობის გარეშე ვერ ჩაიარა და ამ დღის გარშემო საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს, უკვე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები. დაპირისპირებაც იყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მათ შორის ეგრეთ წოდებული უკვდავი პოლკის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირს უმღეროდნენ ოდებს და აქებდნენ და მეორეს მხრივ ყავდნენ ადამიანები, რომლებიც ანტისაბჭოურად და ანტირუსულად იყვნენ განწყობილები და რომლებისთვისაც ეს საქციელი საქართველოს მოქალაქეებისა იყო მიუღებელი. სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გავერკვეთ იმაში თუ რას ნიშნავს მაინც 9 მაისი, როდის და სად აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რა არის ევროპის დღეც, სხვათა შორის 9 მაისია, იმიტომ რომ 1950 წელს სწორედ ამ დღეს პარიზში გაფორმდა ფოლადის და ქვანახშირის შესახებ ხელშეკრულება, ერთობლივი ორგანიზაციის შესახებ. მაშინ სულ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა ამ ხელშეკრულებას, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ზოგადად ძალიან ბევრი რამ ხდება აი ამ 8-9 მაისის გარშემო და სწორედ ამ ყველაფერში გასარკვევად ჩვენ მოვიწვიეთ ქართულ ევროპული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი შაკო ჩხეიძე, რომელიც ასევე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის ისტორიის მასწავლებელი, ისტორიკოსი ერთ-ერთ სკოლაში. შაკო, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, მოსვლისთვის. მოდი დავიწყოთ პირველი ისტორიით, იმით თუ რატომ მაგალითად ევროპაში ფაშიზმზე გამარჯვება და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეთ 8 მაისი ითვლება, დასავლეთ ევროპაში ჩვენ კი 9 მაისს აღნიშნავთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის, ერთ-ერთი შემოსავლი ისტორიკოსი სამწუხაროდ პროფესიით არ არის ისტორიის მასწავლებელი. ეს ისტორიკოსებს წინთ ხომ, როცა ისტორიის მასწავლებელი თუ პროფესიით ისტორიკოსი არ არის, მას ასე ვთქვათ იბრალებს. ისტორიკოსების ბიძაშვილი. ხო, ესე გამოდის. რატომ ევროპაში 8 მაისი და ჩვენთან და პოსტსაბჭოთა სივრცეში 9 მაისი. ნუ მოკლედ ამასაც ძალიან მარტივი და საინტერესო ისტორია. 8 მაისს დღამის 12-ის პირველ წუთზე გაფორმდა ბერლინში კაპიტულაციის ხელშეკრულება. ჯერ პირველ 7 მაისს გაფორმდა პირველი ხელშეკრულება რაინში, საფრანგეთში, თუმცა საბჭოთა კავშირმა ეს არ აღიარა, იმიტომ რომ რანგით ძალიან მცირე სახელი არ მახსოვს გენერალმა გააფორმა კაპიტულაცია და ეს ვერ ჩაითვლებოდა კაპიტულაცია და გერმანიის დამარცხებად. ხოლო მეორე კაპიტულაცია გაფორმდა ბერლინის გარეუბანში 8 მაისს 11 საათზე და 1 წუთზე. ეს იყო ევროპული დასავლეთ ევროპის ქვეყნების დროით 8 მაისი, ხოლო მოსკოვის და უმეტესი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დროით 9 მაისი. სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირში მოსკოვის დროით და დანარჩენი მათ შორის თბილისის დროითაც ეს გამარჯვების დღე გახდა 9 მაისი, ხოლო ევროპის ქვეყნებისთვის უმეტესობით ეს იყო 8 მაისი, 8 მაისის დღის ბოლოს. ხოლო საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის დღის დასაწყისი. საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს კი რადიოთი ეს ინფორმაცია 9 მაისს დილით ემცნოთ და არა რა თქმა უნდა შუაღამისას. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის, მოქალაქეებისათვის და საბჭოთა კავშირის ათვისთლიანად გამარჯვების დღე დარჩა 9 მაისი, ხოლო ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის 8 მაისი. მოკლედ რომ ბევრი რო აღარ ვიმჩნევთ ამაზე უმარტივესი რაღაცა დროის მხარის გამო მოხდა ეს თავარი გაყოფა, რატომ აღნიშნავენ ევროპაში 8 მაისს, რატომ აღნიშნავენ საქართველოში და ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 9 მაისს. ზოგადად ომის თემატიკა ძალიან მძიმეა დღემდე, საქართველოს საკმაოდ სერიოზული მსხვერპლი ქონდა ამ ომში 700,000 გაწვეულიდან დაახლოებით 350,000-მდე დაიღუპა, დაახლოებით ნახევარი ესე იგი მთელი გაწვეულების. ასევე ყავს დღემდე რამდენიმე ასეული ვეტერანი, რომლებიც რეალურად იღებდნენ ომში მონაწილეობას ან ომთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობაში. ეს თემა ამიტომ დღემდე იწვევს მაინც საკმაოდ ისეთ მწვავე ემოციებს და მწვავე გრძნობებს, მაგრამ
ძალიან საინტერესო არის, რატომ მაგალითად ჩვენ როდესაც აღნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებას, იმის გამო რომ რა თქმა უნდა და ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ეს იყო იდეოლოგია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა და ხელს უწყობდა და ხელი შეუწყო პრაქტიკულადაც მილიონობით და ათეულობით მილიონობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობას და განადგურებას. და საერთოდაც განადგურებაზე იყო მომართული. თუმცა ამავდროულად ასევე განადგურებაზე იყო მომართული კომუნისტური იდეოლოგიაც, კომუნიზმიც, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კონკრეტული სოციალური კლასები საერთოდ უნდა განადგურდნენ და თუნდაც მათი ფიზიკური მოსპობის ხარჯზე. ისევე როგორც ნაციზმი თუ ამბობდა, რომ კონკრეტული რასები უნდა განადგურდნენ, კომუნიზმი ამბობდა, რომ კონკრეტული კლასის ადამიანები უნდა განადგურდნენ და განადგურა კიდეც ძალიან ასევე შედარებადია საკმაოდ ის მსხვერპლი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა და რეპრესიებმა გამოიწვია, ასევე მილიონობით დახვრეტილი, ხელოვნური შიმშილი, გადასახლებები და სხვა და სხვა. რატომ არ გვაქვს ჩვენ და მსოფლიოს კომუნიზმზე გამარჯვების დღე, თქვენი აზრით? ხო. პირველ რიგში ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ეს სახელი ალბათ უფრო პროპაგანდისტულია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მიერ გამოყენებული. ამ დღეს ევროპის დღე დაერქვა 8 მაისს საფრანგეთში, 9 მაისი აღინიშნება თუ არ ვცდები ჩეხეთში, მაშინ ჩეხოსლოვაკიაში თავისუფლების დღე იყო, იმიტომ რომ ჩეხოსლოვაკია რეალურად ამ დღის შემდეგ გახდა თავისუფალი სახელმწიფო. და ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღინიშნებოდა სხვადასხვა სახელი ქვია. ჩვენთვის რისი დღე არის ქართველებისთვის, არის ცოტა რთულია, საკმაოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის ნამდვილად და ფაშიზმი დამარცხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კარგი მოხდა მთლიანად საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ფაშიზმის დამარცხება ცალსახად კარგი ფაქტი იყო მაშინდელი მსოფლიოს, მაგრამ ამავდროულად ამ დამარცხებამ და საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ კიდევ უფრო გააძლიერა საბჭოთა კავშირის ექსპანსია და მისი ბოროტების კლანჭები კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მომდევნო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ ჩვენთვის მაინც და მაინც ეს სასიხარულო დღე, ვერდო ზოგადად მთლიანად მეორე მსოფლიო ომი არის დიდი ტრაგიკული ფაქტი, არა მარტო მსოფლიო, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსათვის, ასევე საქართველოსაც, რომელმაც აი ამ ხელა კონტრიბუცია გაცა ამ ომში, ამ ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მომხდარა თითქმის საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი სამხედრო მოქმედებები, თუ არ ჩავთვლით აფხაზეთისა და სვანეთის საზღვრებთან მდინარე მცირე სამხედრო მოქმედებებს. დიახ, ომს პრაქტიკულად საქართველოს ოკუპაციას, ნაცისტურ ოკუპაციას გულისხმობ, დავაზუსტებ. ვერ მოაღწია. თუმცა ამის მიუხედავად მსხვერპლი დაახლოებით შედარებადია იგივე გერმანიის მსხვერპლს, რომელიც გერმანიის დანაკარგებს ამ ომში, კი არა და გაცილებით უფრო მეტი არის პროპორციულად რომ შევხედავთ. საინტერესო არის, შეიძლება სწორედაც იმიტომ რომ კომუნიზმმა გაიმარჯვა მაშინაც, სწორედ ამიტომაც არის რომ მაგალითად დღესაც არ გვაქვს ხომ მსოფლიო არ აღნიშნავს ესე კომუნიზმზე გამარჯვების დღეს ან მაგალითად კომუნიზმის მსხვერპლთა რაღაც ხსენების დღეს და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, გამარჯვებულების გამართლება ძალიან ხშირი ფენომენია და ისიც ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც დგინდებოდა შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუწყო ხელი და ხელმოწერას და მათ შორის ესეც საინტერესო იყო, როდესაც გენოციდის განსაზღვრებაზე ფიქრობდნენ. იყო ასევე აზრი, რომ გენოციდის განსაზღვრებაში ჩაწერილი იყო ნიადაგად, ანუ საფუძვლად გენოციდის, ანუ მოსახლეობის განადგურების, როგორც ეთნიკური, ეროვნული, რასობრივი და რელიგიური კუთვნილება, ასევე სოციალური კლასი. თუმცა საბჭოთა დიპლომატიამ მაშინ ძალიან აქტიურად იმუშავა იმისთვის, რომ სოციალური კლასი, როგორც სოციალური კუთვნილება, როგორც გენოციდის, როგორც დანაშაულის, ანუ საფუძველი, იმ დოკუმენტებში არ ჩაწერილიყო და არ ასახულიყო და შესაძლოა სწორედ ამიტომაც ის მილიონობით ადამიანი, მათ შორის, რომელიც თუნდაც უკრაინაში გოლდომორის დროს ან 30-იან წლებში განადგურდა, ასევე სხვადასხვა რეპრესიების შედეგად, სხვადასხვა ტალღების, თუნდაც უკრაინის დასავლეთში 45-დან 53 წლამდე მხოლოდ დასავლეთიდან დაახლოებით 600,000-მდე ადამიანის დეპორტაცია მოხდა და სხვა და სხვა. ამ ყველაფრის ერთგვარი მიჩუმათებაც მოხდა. შაკო ძალიან საინტერესო არის
რა აი ეს ჩვენი მსხვერპლი, რომელიც საქართველოს გაიყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან შედგენებიან, რომ როგორ ამ ადამიანებს პატივი არ უნდა მივაგოთ და ესენი არ უნდა დავაფასოთ, რატომაც არ იყო ეს ჩვენი გამარჯვება, მაგრამ მაინც საინტერესოა რა მოიგო საქართველოს, როგორც რეგიონმა მაშინ შეიძლება საბჭოთა კავშირის მონაწილე, ან როგორც მოგვიანებით უკვე დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დამოუკიდებელმა აღდგენილმა სახელმწიფომ, რა მოიგო ამ ომში, ამ ხელმსხვერპლის გაღებით. ცალსახად შეიძლება გავჩეთ ამ კუთხეს პასუხი, რომ არაფერი დიდი საქართველოს არ მოუგია ამ ომში გამარჯვებით, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა გერმანია გადმოახავდა საქართველოს საზღვრებს, აი ამით მიღებული, თქვათ, ზარალი, ტკივილი, თქვათ, იგივე ბოროტება, რომელიც შეიძლება გავრცელებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ვერმახტის ჯარების ყოფნის შედეგად, ამის თავით ნაცილების გარდა რა თქმა უნდა არაფერი. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა საბჭოთა კავშირი და კიდევ უფრო გახანგრძლივდა საქართველოს როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილად ყოფნა. კი. და ასევე საინტერესოა რეალურად მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ ბევრად უფრო დიდი და ძლიერი გახადა საბჭოთა კავშირი და უფრო დაგვაშორა ჩვენ თავისუფლებას. კი. და ესიც ხო საინტერესო და საკითხავია, რომ საქართველოს ჰიპოთეტურად რო ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის წევრი და შემადგენელი, რამდენად მოაღწევდა აქამდე ამ შემთხვევაში, ან რა ფორმით მოაღწევდა, ან თუ საბჭოთა კავშირის პირობებში მოხერხდა 700,000 ადამიანის მობილიზება, რატომ ვერ მოხერხდებოდა მაგალითად დამოუკიდებელ საქართველოში, ან ვინც ის იქნებ გაცილებით უფრო ნაკლებიც ყოფილიყო საჭირო, იმიტომ რომ ომი უბრალოდ იმ სიმძლავრით აქამდე ვერ მოაღწევდა. როგორ გითხრათ, ახლა რთულია იმსჯელო რა შეიძლება მომხდარიყოს პეპლის ეფექტით, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვითარებული იყო ეს ფაქტი, თუმცა ავიღებ უფრო ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს მსგავსად. ბალტიისპირეთის ქვეყნები რეალურად მეორე მსოფლიო ომამდე არ დამორჩილდა საბჭოთა კავშირს და ვერ გახადა საბჭოთა კავშირმა ის მისი წევრები, ხო? ვერ დაიპყრო რუსეთი. სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომამდე, ომის დაწყებამდე საქართველოსაც შეიძლებოდა შეენარჩუნებინა, ალბათ. დამოუკიდებლად, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პირველი რაც მოხდებოდა, საბჭოთა კავშირის მიერ იქნებოდა საქართველოს საზღვრების გადმოყოფა. მოლოტოვ-რიბენტროპის ზამთრობა ეს ნიშნავდა სავარაუდოდ საბჭოთა კავშირი რაიმე სხვა მიწის სანაცვლოდ გაცვლიდა, ან გერმანია და საბჭოთა კავშირი გასვლიდნენ ალბათ ერთმანეთში საქართველოსაც. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, ამაზე აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ შეიძლება მივსჯელოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არ დამდგარა ეს შედეგი, არც ესეთი ფაქტი არ ყოფილა, უბრალოდ ეს ჩემი აზრია. სავარაუდოდ მაინც ვერ გადავრჩებოდით ამ ომს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს ტერიტორია. თუნდაც თურქეთის და ასე შემდეგ. კი ბატონო, თურქეთი იმ შემთხვევაში საკმაოდ ნეიტრალური აღმოჩნდა მსოფლიო ომის დროს, თუმცა გასაგებია ხო. მარტივი არ არის წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა მაშინ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მაინც მოხდებოდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ და საბჭოთა წითელი არმიის მიერ. თუ მანამდე ვერ მოახერხებდნენ. და ისიც საინტერესო არის, რამდენად გაჟღერდა საქართველოს როგორც ამ ომის კონტრიბუტორის სახელი, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო და თუნდაც დღესაც შეიძლება იყოს გარკვეული გამარჯვების, ასე ვთქვათ, ნაყოფი. ეს თუ მოვინკეთ ჩვენ რამე ფორმით. ხო, რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ მოგვიმკიო. რაც გავიცი თითქოს მსგავს კითხვის პასუხი საქართველოს ამ ომში მონაწილეობით ამ ომის საბჭოთა კავშირისადმი წარმატებით დამთავრებით უფრო გაახანგრძლივა მასში ყოფნა და დამოუკიდებლობის გასწრაფვა უფრო დიდი დრო დაჭერდა. ხო, ჩვენ არა უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ და ძალიან დიდი ტკივილი ტრაგიკულია მოკლედ რომ მარტივად რომ შევაფასოთ ეს ფაქტი მეორე მსოფლიო ომის საქართველოს მონაწილეობა აბსოლუტურად ტრაგიკული როგორც ვიზიტი ერთხელ ესაზღვრებოდნენ ძალიან ბევრი ადამიანი ბრძოლობდა საბჭოთა არმიის მხარეს იყვნენ ადამიანები რომლებიც ვერმახტის და ნაცისტური გერმანიის მხარეს ბრძოლობდნენ და ყველა ამ ადამიანების საერთო ჯამში ალბათ ზოგადად ქვეყნისათვის ალბათ უფრო ტრაგიკულია ეს ფაქტი ვიდრე რაიმე მხრივ გასახარელი. დიახ, ჩვენ საუბრობდით კადრს უკან იმის შესახებ, რომ мотивациაზე, ხო? რიგითი მებრძოლის, რიგითი ქართველი მებრძოლის ორივე მხარეს რა იყო და რამდენად იცოდნენ ისინი, თუ
თუ რას ჩადიოდნენ მათი მაკონტროლებელი რეჟიმები ამ შემთხვევაში, აქეთ კომუნისტური და იქით ნაცისტური რეჟიმები. ამაზეც რო გითხრათ თუ შეიძლება. კი ბატონო, აი როდესაც საუბრობთ ხოლმე ზუსტად, როცა მეკითხებიან, როდის უნდა აღვნიშნოთ 9 მაისს, ნუ ჩემი აზრით, ჩემს დიდად მნიშვნელობა თარიღს არ აქვს. მაგალითად უკრაინამ შეცვალა 9 მაისი, 8 მაისით, იმიტომ რომ მათთვის ეს გამარჯვების დღე არ არის. ამ 9 მაისით უკრაინამ კიდევ უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, როგორც ახსენეთ უკვე 53 წლამდე გრძელდებოდა უკრაინაში რეპრესიები გერმანიის მხარეს მებრძოლი უკრაინელების წინააღმდეგ. ზოგადად დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი უკრაინელების წინააღმდეგ. კი ბატონო, ჩვენთვის როგორ გითხრათ, ქართველები იბრძოდნენ ორივე მხარეს და მათ რაღაც სიმართლე ორივე მხარეს გააჩნდათ. თუმცა პროპორციულად რა თქმა უნდა, და უმეტესობა ვინც შემდეგ იქით მხარეს იბრძოდა, იყვნენ ჯერ აქეთ მებრძოლები, ანუ საბჭოთა არმიაში. ტყვეც ჩაბრალდნილები და შემდეგ გადაბირებულები. იმის იმედით, რომ როგორც იცით, საბჭოთა არმია არ ინდობდა ტყვეც ჩავარდნილებს. და იმის იმედით, რომ რაღაცნაირად გადარჩენილიყო, ისინი ხშირად გადადიოდნენ გერმანიის ვერმახტის ნაწილებში. იმ ადამიანებისთვის, ვინც აქეთ მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა არმიის რიგებში, მათი უმეტესობისთვის რთულია აუხსნა მათ, ან მით უმეტეს ეხლა ამ საკში, როდესაც აი ამ ხება ტრადიცია აქვს ამ დღის აღნიშვნის, ამ დღის სიხარულის იმის, ეს დღე არა რაღაც გამარჯვების არ არის, უფრო გადარჩენის დღე არის მათთვის. სწორად უნდა გავიგოთ, მე მქონია მათთან ბებთან კონტაქტი, ბევრს ძალიან კარგად ვიცნობ იმის უკანას, ვიცნობდი გარდაცვალებულებს და მათთვის ეს გამარჯვება იყო ის, რომ გადარჩნენ ამაში და გადაურჩნენ ამას. ძალიან ბევრი მოხალისეულები ეწერებოდა, თუმცა უმეტესობა დაძალებით მიდიოდნენ საბჭოთა არმიაში, რომელთა უმეტესობა კიდე ქერჩის ბრძოლაში გაწდა, რასაც საუბრობდით, 130,000 ადამიანამდე რამდენიმე დღეში დაიღუპა უაზრო ოპერაციაში, რომელსაც რეალურად კარგი შედეგი ვერ მოყვებოდა. ანუ არასრულად დაგეგმილ ოპერაციებში. სწორედ ამიტომ არის დიდი ტრაგედია ქართველებისათვის მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ რეალურად ვგონია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ საერთო ჯამში მაინც დავმარცხდით, იმიტომ რომ დავკარგეთ მომრავი ადამიანი, უამრავ გენოფონდი შეიძლება ასე ითქვას, რომ არ არის მარტივი პატარა ერთისათვის დაკარგოს თავის მოსახლეობის 10% იმდროინდ. მამაკაცების 20 და საერთო მოსახლეობის 10%. ხო, ახალგაზრდა ჯარგუმიცაც მამაკაცების. დიახ, თან და გამბედავი ადამიანების, რომლებიც მიდიოდნენ და მართლაც რომ არიპარებოდნენ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანები დააკლდა ძალიან საზოგადოებას, ჯერ რეპრესირებული, ესე ვთქვათ, ინტელიგენცია და მოაზროვნე საზოგადოება და შემდეგ ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ გაბედულები და რომლებიც არ იყვნენ მშიშები, ასევე დააკლდნენ. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გაიპარენ ომში 17 წლისები. ანუ იმ ხელა იყო ეს ვთქვათ, რაღაც ნაწილობრივ საბჭოთა პროპაგანდაც და მეორე მხრივ იმის სურვილი, რომ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ როგორც დამპყრობლის წინააღმდეგ გებრძოლა, რომ ადამიანები არა მარტო სახელმწიფო ვალდებულების გამო, არამედ თავისი ნებით, ანუ სრულ ზრდასრულ ასაკამდეც კი იპარებოდნენ და მიდიოდნენ ომში. ამიტომ რთულია მათი ღვაწლი არ დააფასო და ის დღე, რომელიც მათ მიაჩნიათ საუწლებია უკვე 60 წელია გასული ხო მეორე მსოფლიო ომიდან არ დაუფასო და არ აღნიშნა მართლიანად როგორც გამარჯვების დღე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებმა ამ დღეს რაღაცა დამყრობელი რუსეთის პროპაგანდა უნდა გაწიონ რაღაცა ვითომ რაღაცა უკუდავი პოლკის და რაღაც მსგავსი. დიახ, ძალიან საინტერესო არის, რომ საერთოდაც იმდროინდელი უცხოელი დიპლომატები, როდესაც საუბრობდნენ საბჭოთა კავშირზე როგორც მხარეზე, ისინი ძალიან ხშირად იყენებდნენ ტერმინს რუსეთი, რუსები, ანუ ის საერთოდ ის იდეა, რომ იქ კიდე 14 რესპუბლიკა იყო, თქვათ, რუსეთის გარდა და ისინიც იღებდნენ ამ მსხვერპლს, ესეც კი, ის კი არა საქართველოს სახელდებით სადმე დასახელდეს, არამედ თუნდაც როგორც აი ამ უფრო დიდი, რუსეთზე უფრო დიდი კავშირის რაღაცა წევრის ამბავში, ამ მიმართულებითაც კი დაიკარგა სამწუხაროდ ამ ყველა რესპუბლიკის როლი და მსხვერპლი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ზოგიერთები სადაც საუბრობენ თურმე 9 აპრილის დროს და დაღუპულები 99 წლის არიან უბრალოდ მსხვერპლი და არა გმირები, მე მგონი ძალიან ადგილი და სწორი იქნება, რომ სწორედაც რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ქართველებს მართლაც რომ მსხვერპლი ვუწოდოთ და აქვე საინტერესო არის
კიდევ ერთი განსხვავება სამამულო ომს და მსოფლიო ომს შორის, ესეც რო განმარტოთ. კი ბატონო. ну ამას რაღაცა თავისი პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა თავის დროზე. მეორე მსოფლიო ომი როგორც იცით დაიწყო 1939 წელს, როდესაც გერმანიის ვერმახტის ძალები შეიჭრნენ პოლონეთში და საფრანგეთმა და ინგლისმა გამოუცხადეს, დიდმა ბრიტანეთმა გამოუცხადეს გერმანიას ომი. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირი გვევლინებოდა არა როგორც მტერი გერმანიის და ნაცისტური წყობის, არამედ როგორც მეგობარი და მოკავშირე, რომელსაც ჰქონდათ მოლოტოვ-რიბენტროპის ზავი დადებული გერმანიის თავდაუსხმობის პაქტი. განაწილებული ჰქონდათ გავლენის სფეროები, დასაპყრობი მიწები, უკრაინა, პოლონეთის ნაწილი, ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და ასე შემდეგ. სწორედ ამ დროს დაარყა საბჭოთა კავშირიც ფინეთს. ამავე პერიოდში ესე ვთქვათ, KGB არსებობდა, KGB და იქაური გესტაპო ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ და ტყვეებს ერთმანეთის საინტერესო ადამიანებს უცვლიდნენ ერთმანეთს, პატიმრებს. ვინც თქვათ იძებნებოდა ვერმახტის მიერ და იმალებოდა საბჭოთა კავშირი გადაცემდა. და უფრო ადრე თანამშრომლობდა. ნუ ხო აი ამ პერიოდში განსაკუთრებით თანამშრომლობდა 30-მდე ესე ვთქვათ პატიმრის გადაცემის ფაქტი არსებობს მეორე მსოფლიო ომში. თუმცა შემდეგ როდესაც ჰიტლერმა გადაწყვიტა რომ უკვე დრო იყო დაერყა საბჭოთა კავშირის, სანამ საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდებოდა, სწორედ აქედან იწყება საბჭოთა კავშირისათვის მათი მოსახლეობისათვის დიდი სამამულო ომი და სახელიც უფრო პროპაგანდისტულია, იმიტომ რომ შენ განა ვინმეს ხვის ომში ერთვები, ქართველი მაგალითად, ყაზახი, უკრაინელი, სომეხი, თუნდაც რუსი. არამედ შენი მამულის დასაცავად. როგორ წარმოგიდგენთ ახლა თქვენ რომ აი რაღაცა მეორე მსოფლიო ომში ვერთვებით, რაღაც ასეთი მოწოდებით, რაღაცა გულანთებული ადამიანები მოიწვიო შენივე დაპყრობილი ქვეყნებიდან. თუ შენ არ უთხარი ეს სამამულო ომია, შენ სამშობლოსათვის იბრძვი რომ დედა სამშობლო გეძახის და გექნებათ ალბათ ნახე წაკითხვის როგორც პროპაგანდისტული პლაკატები, მათზე წარწერები. სხვანაირად არ გამოდიოდა ალბათ ეს უნდა დარქმეოდა კიდევაც და ამიტომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობისათვის, საბჭოებისათვის, ჩვენთვის ქართველებისათვის ეს ომი იწყება 41 წელს, 22 ივლისს, დიდი სამამულო ომი. ამით განსხვავდება ჩემი აზრით და რა თქმა უნდა იმით რომ ეს იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის ომი გერმანიასთან ორი დიდი მოროტება შორის. ძალიან საინტერესო არის მაგალითად ძალიან ხშირადავლებს რუსეთის ასე ვთქვათ მესურები ძალიან ხშირად ავლენენ პარალელებს 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიას და ამ ომს შორის და სხვათა შორის აი იმ ომსაც უწოდებდნენ სამამულო ომს და ეს უკვე მეორე მსოფლიო ომი, ანუ საბჭოთა კავშირის და გერმანიის შორის ომის პერიოდი, უკვე დიდ სამამულო ომად იწოდებოდა. ანუ ერთგვარად იმის გაგრძელება და იმის უფრო მაღალ და უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლისკენ იყო ესეც ერთგვარი რაღაც რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობა იყო, თუნდაც ის რომ ის თუ სამამულო ომი იყო, ამას დავარქმათ მაშინ დიდი სამამულო ომი. კი ბატონო, ეს თანამედროვე ტერმინოლოგიით არის PR ტექნოლოგიებია, თუ როგორ ანუ აღგზნობინა მიიტანო სწორად შენი მოსახლეობამდე, საბჭოთა მოქალაქეებამდე მნიშვნელობა ამ ომის. თუ ნაპოლეონი იყო სამამულო ომი, ეს კიდევ უფრო დიდია და კიდევ უფრო მეტად არის დასაცავი სამშობლო, ხო? ბრჭყალების სამშობლო. რისგან სწორედ თქვენთან გაიცეთ ახლა პასუხი რომ მეკითხებსაც მეკითხებოდ რატომ ეძახიან რუსებს? რუსეთის იმპერია მანამდე არსებობდა სამწუხაროდ საქართველოს, სომხეთი ის საბჭოთა ქვეყნები რომლებიც შემდეგ საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, შედიოდნენ რუსეთის იმპერიაში. ну ანუ ის წარსულიდან მოყოლებული მთლიანად ეს ტერიტორია არ იქნებოდა ევროპელების მიერ როგორც რუსეთთან და სწორედ ამიტომ საბჭოთა კავშირიც იყო რაღაცნაირად გამგზავრებელი რუსეთის იმპერიის. შეიძლება შეიცვალა რაღაც წყობა, ფორმა, მართლობის, თუმცა ტერიტორია, ხალხი და იგივე და ის თუ იყო რუსეთის იმპერია, ეს იყო საბჭოთა რუსეთის იმპერია, რომელიც არა იმპერატორით, არამედ რაღაცა ბელადით და თითქოს ვითომ და პროლეტარიატით მართავდა ამ ტერიტორიას. ამიტომ მათთვის ყოველთვის რუსება დაგვიქნოდით, როგორც ჩვენ, ისე ფიქრობდნენ ის დიპლომატებიც, რომ თუ ახლა საბჭოთა კავშირის ნაცვლად რუსეთად მოიხსენიება, არც ამფერი არ დაშავდება ჩემ პირაწერილში. არაფერი არ ქონდა, რა თქმა უნდა, მაშინ ეს შეიძლება ეხლა იყოს სკანდალი, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. მაშინ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ალბათ არც უნდა გვეწყინოს ეს, რომ ასე მოიხსენიებდნენ ისინი. ხო,
პრინციპში ალბათ არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენ მაინც ხო, ოკუპირებულ ტერიტორიად მივიჩნევთ თავს. ხო, ერთი არსებითი მნიშვნელობა ის აქვს, რომ მაგალითად სამწუხაროდ ბევრმა არ იცის კი არა, ჯერ ისედაც ძალიან ცოტა მიცის მსოფლიოში საქართველოს შესახებ და საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ სხვადასხვა ცნობა. ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად უშუალო დონეში მონაწილე ადამიანი ქართველი უფრო არაპროცენტულად ამით უფრო მეტი ქართველი დაიღუპა, ვიდრე ამერიკის არმიიდან მაგალითად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცის რა მხევა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებმა არმიაში, ხო? სამწუხარო ეს ჩვენი ტრაგედიაა ისე და ჩვენვე უნდა მივხედოთ ამ საკითხს ქართველებმა, რომ წამოუწიოთ ეს თემა წინა პლანზე ესე ვთქვათ და გავაცნოთ ჩვენი თავისუფლებას ამ ხრივაც ალბათ. ძალიან საინტერესო არის ესეთი ხმა და ესეთი რაღაც გავცელდა ადრე, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ მაგალითად სტალინი შესთავაზეს მცირე ერებს ჯერ მოდი ომში, ნუ გავუშვებთ, იმიტომ რომ ზუსტად ეს რო გენოფონდი განადგურდებაო, თუმცა იმან კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და დაუშვა პრაქტიკულად გენოციდური შედეგიც შეიძლება და ქონოდა ასეთ მსხვერპლს. მაგალითად საქართველოსთან და სხვა. ეგეთი რამ ამის პირდაპირ მე ერთად წამიკითხავს, თუ ჭორად მეც გაფიქრე, თუმცა მგონია რომ ეს რაღაცა უფრო შემდგომში გამოგონილი ამბავია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ საბჭოთა კავშირის მმართველობაში არც მრჩევლები, არც ბელადები, არც სხვა პოლიტბიუროსები რაიმე სახის გენოფონდზე არ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ როგორც იცით, საბჭოთა მოძღვრება, კომუნისტური მოძღვრება რომელიმე ერის გენეტიკას, რომელიმე ერის ცალკე გამოყოფას საერთოდ არ მიიჩნევს თავის მიზნად, პირიქით მათი ასიმილირება და რაღაც ერთიანი პროლეტარიატის შექმნა მნიშვნელოვანი. ამიტომ არ ამგონია რომ რაღაც ესეთი შეთავაზებაც უნდა მისქონოდა და ის თუ რატომ იყვნენ ქართველები ყველაზე მეტი ალბათ იმიტომ რომ მას ჰქონდა კომპლექსი ქართველობის და რომ არავის ეთქვა და ეთქვა ალბათ რომ ვინმე ინდობდა ქართველებს სტალინის ქართველობის გამო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტი გაიწვიეს ქართველი. თუმცა არც ის არ არის რომ ქართველები გაიწვიეს ძალიან მეტი. თითქმის ყველა იბრძოდა ომში ბელორუსიიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე დიდი ტრაგედია მათთვისაც ეს ომი. ერთად იბრძოდა ქართველები და აზერბაიჯანული ეროვნული დივიზიები ქერჩში და ერთად გაწყვეტენ 100,000-ობით, ასე რომ მხოლოდ ქართველების არ არის ეს. ყველა საბჭოთა ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა. სამცალკე ეს. აი საინტერესოა თქვენ ახსენეთ, რას ნიშნავს ეროვნული დივიზიები. იმ პირობებში, როდესაც საუბარი იყო ერთიანი პროლეტარიატის შექმნაზე, ეროვნული დივიზიები ეს ესე ვთქვათ თანამედროვე ტერმინს ვიხდი არმიის მენეჯმენტისათვის იყო საჭირო. რეალურად 41-42 წლებში სამწუხაროდ თუ ვერ დავარქვათ ხო? ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა და ასე შემდეგ სხვა ერებმა, რომლებიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირში, კარგად არიცოდნენ რუსული მაშინ. ნუ შემდეგ ბევრად კარგად ისწავლეს, ხო? ამიტომ ისეთი ჯარისკაცებთან კომუნიკაცია, თქვა იგივე რუსი გენერლის, პოლკოვნიკის, ოფიცრის, რომელმაც ქართული არის რუსული ერთი როგორ წარმოგიდგენთ, როგორ მიიღებდა ბრძანებებს, დავალებებს ასე შემდეგ. ამიტომ გახდა საჭირო რომ შექმნილიყო ცალკეული დივიზიები, რომელსაც ეყოლებოდათ ქართული გენერლები, ქართული სარდლობა, აზერბაიჯანელი გენერლები, აზერბაიჯანული სარდლობა, სომხური და მათ ქვეშევრდომებიც იქნებოდნენ სარდლობის მთლიანად ქართველები, რომ ეს უფრო კარგად რომ გაიგოს, ასე ვთქვათ, ბრძანებები და შეესრულებინათ, ვთქვათ, ოპერაციების დროს ომში. სწორედ ასეთი დივიზიები იყო გამოყენებული ქერჩთან, ქართული, როგორც გავიგე ამბობს, ბევრი აზერბაიჯანული, ალბათ სომხურიც, არ ვიცი ზუსტად, რომლებიც დაიხოსდნენ შემდეგ, უმეტესობა დაიხოსდნენ ამ უაზრო რამდენიმე თვიან ბრძოლებში. ანუ რატომ მოასწრო ის არ იყო დაგეგმილი სწორად? ხო, არ იყო სწორად დაგეგმილი და არ იყო გათვალისწინებული მტრის მომზადება, ეს იყო რაღაცა თითქოს აი საზარბაზნე ხორცად რაღაცა ხალხის შეკვლა კარგად მომზადებული ვერმახტის და გამაგრებული ვერმახტის არმიისათვის. რეალურად ნებისმიერი სამხედრო ანალიტიკის მცოდნე ან რაღაცა დაგეგმვის საბრძოლო დაგეგმვის მცოდნე ან გენერალი ან სარდალი გეტყვით რომ ეს უაზრო და შეუძლებელი იყო იმ პირობებში დესანტის გადასხმა ქერჩზე და შემდეგ. საინტერესო არის ომის შემდეგ და უკვე როდესაც კომუნისტური ჯარები გადავიდნენ დასავლეთ კი არა აღმოსავლეთ ევროპაში და ასე შემდეგ საუბარი იქ მიმდინარე სამხედრო დანაშაულებებზე, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ იერიშებს, ძალადობაზე, არის გაუპატიურებაზე და სხვა მსგავსი დოკუმენტური მასალებიც არსებობს.
უბრალოდ ჩვენ დროს ხდება რაღაც მე მგონი გაიდეალება ერთგვარი ამ ჯარის რომ ისინი მხოლოდ მაღალი ღირებულებებისთვის იბრძოდნენ და ამას არ ახდა რაღაც გვერდითი ეფექტები. ხო, რა სხვებისგან განსხვავებით ჭანებში. ხო, ანუ ეს ძალიან ბევრ ქვეყანას უნდა ამომზადოს და ზოგადად ნებისმიერ ომთან დაკავშირებით რომ ეს რაღაცა უფრო მეტად გაიდეალებული იყოს და თითქოს ყველაფერი კარგად იყოს. რა თქმა უნდა, საბჭოთა არმიაც ძალიან ბევრს აშავებდა, როდესაც იკავებდა ახალ ტერიტორიებს იყო მარადიორობა, სავარაუდოდ სხვა დანაშაულებებიც უამრავი. და არა მარტო საბჭოთა ალბათ ყველა სხვა მონაწილე ქვეყანამ არსებობდა სხვადასხვა გადაცნობები. თუ რა თქმა უნდა, საბჭოთა მხრიდან საკმაოდ ბევრი და ამის შესახებ ყველა მიცის, ძალიან საინტერესო ფოტოა შეიძლება იცოდეთ, გაგონილი გქონდეთ ან ჩვენ მოსმენებმა იცოდეს, როდესაც საბჭოთა დროშა აქვთ რაიხსტაგზე ამ რამდენიმე ფოტო არსებობს, როდესაც მელინო ქანთარიას და ეგოროვის სახელი ამას ეგოროვის დროშა ჰქონდათ, იქ არსებობდა მათი ოფიცერიც, რომელიც ამ დროშის ატანის ასე ვთქვათ ოპერაციას თუ ცერემონიას დავარქოთ ხელმძღვანელობდა. პირველად სურათზე რომელიც დაიბეჭდა ამ ოფიცერს შემთხვევით ჩანს რომ უკეთია ორივე ხელზე საათი. ორივე ხელზე საათი რაც ნიშნავს იმას რომ მას მარადიორობაში იღებდა მონაწილეობას და თუ არ ვთქვი ან ვაშინგტონ პოსტში ან ნიუ-იორკ ტაიმსში ეგრევე გაავრცელეს ეს ფოტო. რუსულ ვარიანტში საერთოდ ეს ადამიანი მოშორებულია მაშინ არის ფოტოშოპი არსებობდა ეს კარგად იყენებდნენ მაშინ სტალინისტური ხელისუფლებამ ფოტოების გადაკეთებას საერთოდ ეს ადამიანი და როგორც ვთქვი ზოგადად დაიკარგა ეს ადამიანი ომის შემდეგ ეს ოფიცერი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირისთვის წარმოუდგენელი იყო ეს ვთქვათ გავრცელებული იყო ინფორმაცია თითქოს მათი ოფიცრები მარადიორობდნენ. სინამდვილეში კი ნაბრალ წარმოუდგენელი ადამიანს ორივე ხელზე საათი ეკეთოს ესე დადიოდეს, ხო? გერმანიაში კიდევ ბევრი საკმაოდ დიდი ქონება არსებობდა მაშინ. საბჭოთა ჯარის კაცებით ალბათ ბევრი შეიძლება არა ყველა ამით რაღაცას არგებობდა. როგორც სხვა მართლაც ბევრ ომში და სხვა მხარესაც და ბუნებრივია გერმანელებით და მათ შორის ალბათ მოკავშირეებით. თუმცა ძალიან საინტერესოა. ომი ზოგადად რო ბოროტება და კარგი რომ ამით არაფერი არ ხდება არც ერთ მხარეს ამაზე საუბარი ალბათ არ გჭირდება. საინტერესო არის ეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ ეს ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს რომ გამარჯვების დღეთ, უფრო მართლაც რომ გადარჩენის დღეთ და ასე შემდეგ. თუმცა ზუსტად ეს აღინიშნება თუ არ ვცდები 2015 წლიდან უკრაინაში გამარჯვების დღე აღარ ქვია, აღარც დასვენების დღე აღარ და 9-დან 8 მაისს გადმოიტანეს და აღნიშნა როგორც ისე ვთქვათ გადარჩენის და მსხვერპლისთვის პატივის მიღების დღეს, რომელიც აი ამ პერიოდმა ამმა და ამის მიმდინარე მომენტმა გამოიწვია უკრაინაში. და საინტერესო არის ჩვენთან რა პოზიტიური დღის წესრიგი შეიძლება შემოვიტანოთ და ვისაუბროთ იმის მაგივრად რომ რაღაც უკდა პოლკებს შეუერთდეთ და ასე შემდეგ. ხო, მაგათად რატომ არ ხდება საუბარი, თუნდაც ევროპაში მებრძოლი ქართველების შესახებ, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ და მართლაც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგალითად ფორემოს ურიშვილი შეგვიძლია დავასახელო, ვთქვათ გრიგოლ ფერაძე და სხვა მსგავსი ადამიანები, ხო, სხვადასხვა ფორმით იქნებოდა ეს სამხედრო თუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თუ სხვა ნებისმიერი ფორმები. ორივე მათგანზე თუ არ ვწდები არის რაღაც საკმაოდ კარგი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები გადაღებული, თუმცა კარგი პროპაგანდირება ამის არ ხდება. უამრავი დადებითი გაკეთა ქართველი მეომრების მიერ ნებისმიერ მხრიდან, როგორც საბჭოთა მხრიდან, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მხრიდან, ვერმახტის მხრიდან ქართველებიც იბრძოდნენ, თუმცა ცალკე ამბავია კიდე. როგორ გითხრათ, აბა ხო იცით მედიას რა ჭირდება, ყველაზე მეტად ჭირდება, უფრო მეტად რაღაცა მწვავე თემები, უფრო მეტად ესეთი რომელიც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს. ესე მარტივი რაღაცა ვიღაცის გმირობის თემა, ვიღაცის ბიოგრაფია იმდენად საინტერესო არის და ალბათ ამიტომ არ აჩვენებენ და არ ახდენენ ამ ამბების პოპულარიზებას, მედია დამოუკიდებელია კარგად გისმის, ალბათ მაუწყებელი უნდა აკეთდეს ამ ყველაფერს, რადგან საზოგადოებრივია. ხო, დანარჩენებს თუ თავისი დღის წესრიგი აქვს თუ რა უნდა აჩვენონ და რა უფრო აინტერესებს. მათთვის სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ამის რა. ჩემი მოსწავლეობა მაგალითად ამის შესახებ იციან და მე მაგალითად ამას ვუყავ. კარგია რომ იყოს გათვალისწინებული ზოგადად სწავლებისას, წიგნების შედგენისას მათი ისტორიები. ადამიანებს რომ დავანახოთ რა გზა იყო ამ ომში ყველაზე სწორი.
და ალბათ სხვა უამრავი ისტორია არის კიდევ ასეთი, კი, რომელიც არ არის ამგვარად გამოკვლეული იქნება. და არ არის საერთოდ არსად გამოძიებული, რომლებზეც საუბარი ნამდვილად დაუსრულებლად შესაძლებელი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს გადაცემაც ამ მეტნაკლებად პოზიტიურ ნოტაზე და მართლაც რომ კარგია რა თქმა უნდა გადარჩენა ნებისმიერ შემთხვევაში და ადამიანების ხვერპლი ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს და გარკვეული გაკვეთილიც ვისწავლოთ ამ ყოველივედან, გავითვალისწინოთ და მომავალშიც ვეცადოთ რომ მსგავს პრობლემებს თავი ავარიდოთ, რისთვისაც ეს ჯანსაღი შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს კი მე მინდა შაბოს მადლობა გადავუხადოთ ჩემს გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ კი ორი გვერდით დაგემშვიდობებით დროებით.